კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთდა Georgian Awards-ის დამფუძნებელი ნატალია დოლიძე, ჩვენ ვისაუბრებთ ღონისძიებაზე, სამედიცინო დაჯილდოებაზე, Med Award 2025, რომელიც უკვე მესამე ტარდება და რომლის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება 20 დეკემბერს. მოგესალმებით ნატალია, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. უკვე მესამე წელია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამ ძალიან საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა, ამ დაჯილდოებაში. მოდით გვითხარით, რით იქნება განსაკუთრებული წლევანდელი Med Award-ი და იმ გამოცდილებით, რაც უკვე დაგიგროვდათ წინა ორ შემთხვევაში, რა დამატებით შესაძლებლობები ჩნდება, რომელიც თავის მხრივ ამ თქვა დაჯილდოებას კიდევ უფრო მასშტაბურს და საინტერესოს ხდის. მადლობა დათო, პირველ რიგში მინდა გითხრა მადლობა მოწვევისთვის, ასევე მინდა რადიო იმედს უთხრა მადლობა. ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება Med Award-ის უკვე ტრადიციული ანონსი კეთდება პირველად რადიო იმედში, რაც ძალიან მახარებს. რადიო იმედი არის ჩვენი ხარდამჭერი მესამე წელია და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მადლობა თქვენ. სამედიცინო დაჯილდოება Med Award-ი უკვე მესამე წელია ტარდება, როგორც აღვნიშნე და მიზანი არის სამედიცინო სექტორის წარმატებული პროფესიონალების, სამედიცინო დაწესებულებების, კლინიკების აღიარება დაფასება კიდევ ერთხელ და მათთვის საზოგადოების რჩეული სტატუსის მინიჭება. რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ესეთი მნიშვნელოვანი არის დარგის განვითარებისთვის, მათთვის მოტივაციის მიცემისთვის, რადგან თითოეული ადამიანისთვის და პროფესიონალისთვის მათ მიერ გაწეული შრომის დაფასება კიდევ უფრო მეტად სასიხარულო არის. ამ დაჯილდოებას გამოარჩევს ის, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ხდება, ასე ვთქვათ, ნომინაციებში წარმატებული ადამიანების გამოვლენა. მოდით გვითხარით, როგორი ტექნიკური მახასიათებელი აქვს ამ ყველაფერს, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, შეფასების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ფართო საზოგადოება ყველას თავისი გემოვნება აქვს თავისთავად და საბოლოო ჯამში თქვენ როგორც დამფუძნებელი ამ დაჯილდოების ითვალისწინებთ მათ, ასე ვთქვათ, განწყობებს. არსი დაჯილდოების მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოება ირჩევს მის რჩეულს. ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი, საზოგადოების გამოკითხვა, მაგთიკომის უნიკალური ნომრების საშუალებით. თითოეულ ნომინანტს ექნება მიენიჭება უნიკალური ნომერი და მასზე განხორციელებული ერთი ზარი უდრის ერთ ქულას. სტანდარტულად, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვის კონკურსებში არის, სწორედ ესეთი მიმართულებით წავედით, რადგან პირველ წელს, როდესაც ჩავატარეთ, ხმის მიცემის პროცესი ჰქონდა ვებგვერდის საშუალებით, voting-ის სისტემა იყო ჩაშენებული ვებგვერდზე და ძალიან გაჭირდა, გართულდა, იყო ესეთი დიდი ტრაფიკი იყო ძალიან და სწორედ მას შემდეგ შევცვალეთ მიმართულებით წავედით და მაგთიკომის ნომრები არის კიდევ უფრო მარტივი გზა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი რჩეულის შესახებ აზრი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ნომრიდან, ტელეფონის თითოეული ნომრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ ზარის განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის ამ პროცესს და კიდევ უფრო სანდოს. 1 დეკემბრიდან საზოგადოებრივი გამოკითხვის კამპანიის დაწყებაც იგეგმება Facebook და Instagram გვერდებზე, ამაზეც გითხარით. 12 დეკემბერს კი ხმის მიცემის დაწყებას უკვე ვებგვერდზე და განხორციელება დაიწყებდა, ის გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. 18 დეკემბერს კი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება, შეწყდება. 20 დეკემბერს, როგორც უკვე თქვენც აღნიშნეთ და მეც აღნიშნეთ, ჩატარდება დაჯილდოების გალა ცერემონიალი სასტუმრო პარაგრაფში. მანამდე ერთი კვირის განმავლობაში 12 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე იქნება საზოგადოებრივი გამოკითხვა, ხმის მიცემის პროცესი, ხოლო 1 დეკემბერს ჩვენს Facebook-ის და Instagram გვერდებზე განთავსდება თითოეული ნომინანტის შესახებ საინფორმაციო პოსტები, rilsები, ვიდეოები, ასე ვთქვათ, ბლოგი გაკეთდება თითოეული ნომინანტის შესახებ, რათა უფრო ესეთ დიდ მასას გავაცნოთ ისინი, რა თქმა უნდა, ძირითადად არ სჭირდება საზოგადოებას მათი გაცნობა, რადგან ესეთი
სამედიცინო მიმართულებით, აი რაც შეიძლება აგრო მიმართულებაზე ვერ თქვა, ექიმებს უფრო ვიცნობთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე და კიდევ უფრო მეტად გსურს რომ მივაწოდოთ მათ შესახებ ინფორმაცია. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უკვე დასრულდება და მოხდება ხმების დათვლა, მაგტიკომი ჩვენ გვაძლევს ბაზას, ასე ვთქვათ, და ეს არის სრულად გამჭვირვალე, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია რომ მიიღოს ინფორმაცია, პლატფორმა არის გამჭვირვალე ყველასთვის. და ერთი დღის განმავლობაში უკვე ხდება ჯილდოების დამზადება, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ესეთი ჩემი საყვარელი მომენტი, როდესაც ვამზადებთ ჯილდოებს და 20-ში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. ვიდრე ეს თქვენი საყვარელი მომენტი დადგება, მანამდე ძალიან განმავლობაში მუშაობთ. მოდით გითხარით, რით გამოარჩევთ ამ დაჯილდოებას სხვა დაჯილდოებებისგან? ნუ ერთი ის რომ და ფაქტობრივად ჩვენ ტექნიკურ ნაწილზე ვისაუბრეთ, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ხდება მეტი სანდოობისთვის აქ დამატებითი კომპონენტებია ჩართული. კიდევ რა აქვს ისეთი მნიშვნელოვანი, თქვათ, განსაკუთრებული ამ დაჯილდოებას, რაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ექსკლუზივია და გამორჩეული ხართ ამ. პირველ რიგში სანდოობა და გამჭვირვალე პროცესი ხმის მიცემის და მეორე ის რომ ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც სამედიცინო სექტორში მოღვაწეობს, აქვს შესაძლებლობა უფასოდ მიიღოს მონაწილეობა და საზოგადოებრივ გამოკითხვაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამწუხაროდ რეგიონები არ აქტიურობენ ჯერ და იმედი მაქვს, რომ წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტად შევძლებთ, რომ მათ მივაწვდინოთ ხმა და დავაინტერესოთ და ჩავრთოთ საზოგადოებრივ გამოკითხვაში, უმეტესად მაინც თბილისი აქტიურობს, თუმცა წინა წელს იყო დასავლეთ საქართველოდან რამოდენიმე ნომინანტი და ასე ვთქვათ, შედგა ის, რომ ჩვენ რეგიონებშიც გავედით. მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად მოვიცვათ რეგიონები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება დროთა განმავლობაში. სანდოობა ის, რომ მონაწილეობის მიღება არის უფასო, ღონისძიებაზე დასწრებას აქვს თავის ღირებულება, უშუალოდ ღონისძიების ღირებულებიდან გამომდინარე, თუმცა მონაწილე ნომინანტი შეიძლება გახდეს სრულიად უსასყიდლოდ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ გახდეს ნომინაციაში ნომინანტი, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ის დაასაბუთებს მისი საქმიანობის, წარმატებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის და გაივლის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გაიაროს, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ მიიღოს მონაწილეობა. ახლა ის აგვიხსენით, ეს ნომინანტები, ვთქვათ, შემდეგ ვისი ვთქვათ, მეთვალყურეობის ქვეშ ირჩევიან და როგორ ხდება, ვთქვათ, განსაზღვრა, ვინ იმარჯვებს, გარდა იმისა, რომ გამოკითხვა თავისთავად გვაჩვენებს ამ შედეგებს. არის არსებობს თუ არა, თქვა ცალკე დამატებით ჟიური, რომელიც მონაწილეობს, თუ მთლიანად საზოგადოებრივ გამოკითხვაზე ხართ ორიენტირებული? ხალხი ჟიური არ ყავს, რადგან ჩემი პირადი მოსაზრება არის ასეთი, რომ როდესაც ჟიური არის, ყოველთვის ჩნდება კითხვები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაც მიკერძოება ხდება, თუმცა ხშირად მაინც ჩნდება ხოლმე კითხვები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მთლიანად ყოფილიყო საზოგადოებრივი გამოკითხვა, თუმცა მანამ სანამ ნომინანტი გახდება, მონაწილე გახდება ნომინანტი, მანამდე რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩეკლისტი, კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის სამუშაო გამოცდილება, წლების მიხედვით, მის მიერ მიღებული განათლება, აი ეს რამოდენიმე პუნქტი არის, რაც აუცილებლად უნდა. ერთი ნომინაცია თუ რამდენიმეა? არა, 30-მდე ნომინაცია არის. და რა ნომინაციებია, ესენი თქვა, რამდენიმე მაინც გითხარით? მაგალითად არის წლის საუკეთესო მულტიფუნქციური კლინიკა, დერმატოლოგიური კლინიკა, სამშობიარო სახლი, პედიატრიული სახლი, ეს უკვე კლინიკების მიმართულებით და ინდივიდუალურად უკვე უშუალოდ პერსონები კი არის წლის საუკეთესო გინეკოლოგი, დერმატოლოგი, რადიოლოგი, თითქმის ყველა მიმართულებას მოვიცავთ და საბოლოოდ ვიღებთ იმ ნომინაციებს, სადაც უფრო დიდი მოთხოვნა არის. ნომინაცია რომ შედგეს, მინიმუმ 3 ნომინანტი უნდა იყოს და შემდეგ უკვე შესაძლებელია წელს გვაქვს ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად აი ნევროლოგიაში არ გვყავს მონაწილე და ვფიქრობდით, რომ ნუ აი რაღაცნაირად გვინდა რომ არის მიმართულებები, რომლებიც ძალიან გვინდა რომ ჩავრთოთ, თუმცა არ იღებენ მონაწილეობას და იმეც ვიქონიებ, რომ თქვენი გადაცემის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოისურვებენ და ჩაერთვებიან და შევძლებთ რომ მოვიცვათ სრულიად სამედიცინო სექტორი. ამ 2 წლის გამოცდილებით რა მიმართულებებია ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი, ასე ვთქვათ? მოთხოვნადი არის სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია.
ასევე ყველაზე მოთხოვნადი არის დერმატოლოგიის ნომინაციაში მონაწილეობის მიღება, დერმატოლოგები ხშირად და პლასტიკური ქირურგია უმეტესად ამ მიმართულებით. ბატონო, თქვენ სულტყვილად არ წამოგცდათ აგრომიმართულება, მე ვიცი რომ საომავლო გეგმები ამ სფეროს, ასე ვთქვათ, ფოკუსში მოქცევასაც გულისხმობს, გითხარით ზოგადად უკვე შემდეგი წელი თუ იგეგმება და რა ვთქვათ სიახლეები შეიძლება ამ კუთხით, რომელიც სამედიცინო მიმართულებას გაცდება. მე ძალიან მახარებს ეს სიახლე, რადგან დავაფუძნე ახალი ეროვნული პლატფორმა Georgian Awards-ი, რომელიც 2026 წლის დასაწყისიდან უკვე შეძლებს რომ სხვა სექტორში ჩაატაროს ანალოგიური საზოგადოებრივი გამოკითხვა და შემდეგ უკვე დაჯილდოების ცერემონიალი. პირველი იქნება რა თქმა უნდა მედევორდი წელს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება, პირველად აგროევორდსი ჩატარდება თებერვალში, ეს იქნება სოფლის მეურნეობის სექტორის დაჯილდოება, რომელიც ანალოგიური პრინციპით ჩატარდება, საზოგადოებრივი გამოკითხვა იქნება და იმედს ვიქონიებ, რომ სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთვება. თუმცა აგროევორდსის გარდა ასევე იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით დაჯილდოებების ჩატარება წლის განმავლობაში 4-დან 5-მდე დაჯილდოების ჩატარებას ვგეგმავთ. ერთ-ერთი იქნება ტურიზმის სექტორში, ასევე იქნება ინოვაციების სექტორში და ამას უკვე მე ნელ-ნელა გაგაცნობთ თქვენ სიახლეებს. მინდა ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ ვთქვათ ავხსნათ ის კრიტერიუმები, ან ვთქვათ ტექნიკური ნაწილი, როგორ შეიძლება კონკრეტულ სამედიცინო ვთქვათ პერსონალს გაუჩნდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს ამ დაჯილდოებაში, კლინიკამ უნდა წარმოადგინოს ვთქვათ ის თავად მოგწეროთ თუ აი როგორ ხდება მისი მონაწილეობა ამ კონკურსში. ჩვენს ვებგვერდზე medaword.gz-ზე არის განთავსებული სრული ინფორმაცია. Facebook-ის გვერდზე გვაქვს გაკეთებული announcement-ი, პირველი ასე ვთქვათ პოსტი, გუშინდავდეთ და შემდეგ ტრადიციულად რა თქმა უნდა ისე თქვენთან გავაჟღერებთ ამას პირველად. ნებისმიერ პროფესიონალს, ექიმს, სამედიცინო დაწესებულების კლინიკის თუნდაც ხშირად ხდება რომ მარკეტინგი გვირეკავს რომ აი ჩვენ გვყავს ესეთი ექიმი რომელიც ძალიან გვინდა რომ ჩაერთოს გამოკითხვაში არ არის აუცილებელი მხოლოდ თავად ექიმმა მოგმართოს სამედიცინო კლინიკის ასე ვთქვათ ადმინისტრაციულ დეპარტამენტსაც რა თქმა უნდა შეუძლია რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩართოს ან კლინიკა ან უშუალოდ ექიმი ხშირად არის რომ კლინიკაც ერთვება ექიმიც ერთვება და ორივე ესე ერთად არის შემთხვევები როდესაც რამოდენიმე ექიმი არის ერთი და იგივე კლინიკიდან წარმოდგენილი ჩვენს Facebook-ის გვერდზე არის მითითებული ჩვენი ელექტრონული მისამართი, სადაც უნდა გამოაგზავნონ მათი მოთხოვნა, სურვილი, უბრალოდ რომ მიიღონ მონაწილეობა და შემდეგ უკვე ჩვენი გუნდის წარმომადგენლები მათ დაუკავშირდებიან და უკვე დამატებით ინფორმაციას მოითხოვენ მათგან, რის შემდეგაც მოხდება მათი შეფასება და მერე უკვე იმედს ვიქონიებ, რომ ყველა მსურველი გახდება ნომინანტი და ჩაერთვებიან საზოგადოებრივ გამოკითხვაში. პროცესი საკმაოდ მარტივია და რა ვიცი, ფიქრობ, რომ საინტერესოც უნდა იყოს ნებისმიერი პროფესიონალისტვის, რომელიც ნამდვილად თავდაუზოგავად შრომობს და სამწუხაროდ არ ფასდება მათი შრომა ისე, როგორც უნდა ფასდებოდეს და ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, წახალისების და მოტივაციის გაზრდის შესაძლებლობა არის. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს დამაყურებელს, რომ 20 დეკემბერს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სამედიცინო დაჯილდოება Med Award 2025.